ჩვენი ქვეყანა არის ძალიან დიდი საშიშროების წინაშე. არაბული კომპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ამ ქალაქების მაცხოვრებელთა უმრავლესობა იქნებიან უცხოელები. ასე მოხდა ევროპაში და დღეს იქ უკვე მთელ რიგ უბნებში ქუჩაში სიარული საფრთხის შემცველი და საქართველოში აქამდე თუ მივიდა ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ბევრად უფრო გაგვიჭირდება ამ პრობლემის მოგვარება მომავალში. ამ ბრძოლას ვერ მოერევა 5, 10 და 50 კაცი, ვერც 500 კაცი მოერევა. ამ ბრძოლას ჭირდება ათასობით თანაორგანიზატორი. ჩვენ მოგვიწევს ხანგრძლივი რთული ბრძოლა. ჩვენ გვჭირდება თანამებრძოლები და თანაორგანიზატორები ამ მოძრაობის. ამაში გეძახით. ეს არის მთავარი საკეთებელი ეხლა. ხალხის მასიური ჩართულობის გარეშე ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, ხალხო. ჩვენ ვეძებთ თანამებრძოლებს. ჩვენ გვჭირდება ზოგადად საქართველოში იმიგრაციის პრობლემის მოგვარება. აი ეს ჩამოსახლების მასშტაბი, რომელსაც დღეს ვხედავთ ქუჩაში, რომ დავდივართ და უცხოელებით რო ივსება საქართველო, აი ამის გაჩერება გვჭირდება. შედეგი ეს უნდა იყოს. საქართველოში უნდა გამრავლდეს ადგილობრივი მოსახლეობა. ეს არის ჯანსაღი პოლიტიკა. ეს ქალაქები არ აშენდება. მოძრაობა არაბული ქალაქების წინააღმდეგ.